ნიდერლანდებში არც ერთი მიუსაფარი ძაღლი აღარ არსებობს და ძალიან მაგარი. აი თან ძალიან გულს მიჩუყებს ეს თემა. მოკლედ სოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია ამ ამბავს ადასტურებს, რომ ეს მართლაც ასია ხალხო, რომ ყველას ყავს თავისი პატრონი. ხო, ну აი ძალიან ფანტასტიკური მიღწევა. ძალიან მაგარი. თავშესაფრებიც არა აქვს. თავშესაფრებიც აღარ აქვს. ანუ ყველა ძაღლს ყავს თავისი მეურვე მზრუნველი პატრონი. მართლა ფანტასტიკური შედეგია, თან იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ აი მართლა სტატისტიკით 200 მილიონი ძაღლი არის მსოფლიოში, თავშესაფრებში და ქუჩებში. მოკლედ ფაქტია, რომ ნიდერლანდები ერთადერთი ბედნიერი გამონაკლისი უკვე მსოფლიოში, სადაც ასეთ ძაღლს ვერ შეხვდებით და რა თქმა უნდა პრივილეგირებულებიც კი არიან უკვე მეპატრონები, როგორც ჩანს, ყოველ სტატისტიკურად გამოდის, რომ ყოველ მესამე ოჯახს ყავს ძაღლი. და შესაბამისად, ბევრ რამეზე იზრუნეს ალბათ, მათ შორის ტრანსპორტზეც და მოკლედ ნახევარი გადასახადი აქვს ტრანსპორტში, თუკი მეპატრონე თავისი ცუგრით გზავრობს. მართლა? ხო, არათუ ის, რომ არა უშვან ტრანსპორტში, არამედ პირიქით მობრძანდით, აგენ შეღავათით გადააწყობენ. ძალიან საყვარელი. აი, ამბოლო დროს ძალიან ხშირად შეხვდა ვიდეო, თქვენ ნახეთ თუ არა, არ ვიცი რომელი ქვეყანა და რომელ ქვეყანაში ხდება ძალიან დიდ დარბაზში, რომ ბევრი ადამიანი ზის და რო უშვებენ თავშესაფრიდან ძაღლებს აი ამ ოთახში და ესე ჩუმად ხედან, არ გინახავთ ეთქვა, აი წერილი მოგინდება. ჩუმად ხედან პოტენციური მეპატრონები და სხვადასხვა ჯიშია და ვისთანაც მიდის, იმის ხდება ეს, აი ვის თვითონ თქმა პატრონს ირჩევს თვითონ. და ისეთი ტირილია და ისეთი სიხარულია, ისე უხარია, თან 1000-ნაირი ჯიშის ძაღლია, დიდი, პატარა, ასეთი, ისეთი და ისე ბედნიერდებიან ადამიანები, რომ ესე აყავთ ძაღლები და თან თვითონ ძაღლები ირჩევენ თავიანთ პატრონებს. უი, რა საყვარლებაა. ძალიან სენსიტიური ვარ ძაღლებთან მიმართებაში, რა მოვიფიქრო, რა იდეა არ ვიცი, რომ ამ ძაღლებს უშველოთ, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ, ამ სუსხში და ამ სიცივეში. თიკა დღევანდელი შედეგი ნიდერლანდებში, რა თქმა უნდა, ეს ისტორია ახლავს თან საუკუნეები დაჭირდათ, რომ შედეგამდე მისულიყვნენ. მართლა? ისტორიულად ჰოლანდიაში ძაღლები მხოლოდ წარჩინებულებს ყავდათ და ეს რაღაც სტატუსს განსაზღვრავდა და ანუ ძაღლის ყოლა უკვე ეს იმას ნიშნავდა, რომ შენ იყავი მდიდარი ადამიანი და ანუ ფუფუნების ნაწილი იყო ძაღლი, და ამიტომაც ამ ქვეყანაში რაღაც ძაღლების რაოდენობა ისეთ მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა ამ ძაღლების რაოდენობამ რომ ძალიან მოიმატა ცოფის შემთხვევებმაც. ეს ნიდერლანდებში ცხოვრობთ ისე? ამის გამო ანუ შეეშინდა მოსახლეობას და ვიღაცამ სახელიდან გააგდო. რაც ნუ აი ჩემთვის აი წარმოუდგენლად მიმაჩნია საერთოდ როგორ უნდა გააკეთო, მაგრამ მე გააკეთეს გადასახადი, რომ ამით თვითონ შეემცირებინათ ამ გაგდებული ძაღლების რაოდენობა, მაგრამ ამან პირიქით უკვე ეფექტი გააკეთა, უფრო მეტი ძაღლი აღმოჩნდა ქუჩაში. ანუ ეს მეთოდი არ მუშაობს. არ მუშაობს. ნუ მე-19 საუკუნის ბოლოში შეიქმნა ორგანიზაცია, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია, რომელიც ჰაგაში შეიქმნა და კანონი შემოიღეს. და ევროპაში ეს ძალიან გავრცელდა, ყველა ქვეყანაში არის ეს კანონი, შენ თუ ძაღლს მიატოვებ, შენ დიდი ჯარიმა გიკისრება და შესაბამისად რაღაც პასუხისმგებლობა ასე, ეს ვთქვათ, დააკისრეს მოსახლეობას. ხო, და ნუ მე ბოლოს მივიდნენ იქამდე, რომ სახელმწიფომ დააფინანსა ეს სტერილიზაციის პროგრამა. ხო, რომ ანუ ის ქუჩის ძაღლები ანუ უბრალოდ გაესტერილებინათ, ისო ქუჩაში დაბრუნებული იყო სტერილობები, მაგრამ სამაგიეროდ გამრავლება შეეწყვიტათ. ესე რომ ვთქვათ, რომ კიდევ უფრო უარესი სურათი არ მიეღოთ ქუჩებში. და ცოფის საწინააღმდეგო აცრები შესაძლოა. ხო, და ცოფის საწინააღმდეგო სტერილიზაციასთან ერთად ცოფის საწინააღმდეგო აცრა. ხო, სხვათა შორის ჩვენთანაც შეიცვალა იანვრიდან კანონმდებლობა სტერილიზაციასთან დაკავშირებით ქუჩის ძაღლებს და ზოგადად ვისაც ყავს მეტი სიყვარულს როგორც ეს ეხება, რომ არ გამრავლდეს ქუჩის ძაღლი და რაც შეეხება სამოტივაციო, ესე ვთქვათ, რა შეიძლება იყოს მაყურებლებისთვის, რომ გავაშხიროთ, გარდა ამ თავშოთ რეგულაციებისა, რომელიც სახელმწიფოს ეხელეწიფება, იგივე ნიდერლანდების მაგალითზე რაღაცა შეღავათები, რომელიც ძაღლის მეპატრონეებს აქვთ, ამას გარდა ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ძალიან დიდ პოზიტიურ გავლენას ახდენს. შინაური ცხოველი, ეს არ არის აუცილებელი იყოს ძაღლი, იგივე შეიძლება იყოს კატა, ზაზუნა თუ თევზების კი და მათი მოძრაობის და გადაადგილების ყურება და ურთიერთობის ყურება შეიძლება საოცრად თერაპიული აღმოჩნდეს. ამ ნაწილზეც ვიფიქროთ. ხო, ამას არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ანუ პირველი რომ ანუ ვისაც ყავს ძაღლი
სახლში ისინი ნაკლებად მიდრეკილნი არიან დეპრესიისკენ. ასევე არეგულირებს არტერიულ წნევას რა. ანუ კვლევა გააკეთეს, ანუ ადამიანებს როდესაც აწუხებდათ ჰიპერტენზია, ვინც აიყვანა ძაღლი, რამოდენიმე თვეში ჯგუფში ურეგულირდებოდა. ეს ვის გამოა ვიცით? ემოციური სტაბილურობით ალბათ უფრო რა, ანუ ძალიან ბევრ ამას გაძლევს, ხო? თამაში რაც შეეხება ძაღლებთან თამაში, ზოგჯერ შეიძლება გვეზარებოდეს ჩვენც, მაგრამ როგორც ირკვევათ, რომ ეს სეროტონის გამოიმუშავებს მათთან თამაშის პროცესი და ბავშვური რო ხდები, დიდი ესე რომ გავუკეთებ და ის რო კუც ახვანცალებს, უკვე ალბათ ეს არის სეროტონინის, არა? რო დარბიხარ, რო ჭიდა. ძალიან მაგარი. ჩვენ ფეხბურთს თამაშობთ ხოლმე სხვათა შორის. ძალიან მოწონს ფეხბურთი ჩემს. სხვათა შორის არის ესეთი სტატისტიკა, რომ ცხოველების პატრონები, რომლებსაც გულის შეტევა მოუვიდათ, ანუ ინფარქტი მოუვიდათ, ესე ვთქვათ, ისინი რეაბილიტაციას უფრო მალე გადიან და უფრო, ესე ვთქვათ, მალე გადალახავენ ხოლმე ამ პრობლემას. კიდევ ერთი მაგარი ამბავი რა არის, იცი, ასეთივე კვლევით დადასტურებული, რომ 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს, ვისაც ყავთ შინაური ცხოველები, მათთან აქვთ ურთიერთობა და მსურველობა, 30%-ით ნაკლებად საჭიროებენ ექიმთან ვიზიტს. ანუ ჩივილები როგორც ჩანს, ბევრად უფრო ნაკლები აქვთ. რადგანაც როგორც ჩანს, აი ეს მათზე მსურველობა, მათთან ურთიერთობა, ეს მარტოობის, ჩახუტების, რაღაც დეფიციტებს ისე უსებს, როგორც ირკვევა, რომ შესაბამისად ალბათ ეს ფსიქოემოციური მდგომარეობა იმდენად უმშვიდდებათ, როგორც არტერიულ წნევაზე კარგად აისახება, ისე მათ ჯანმრთელობა, ზოგად ჯანმრთელობაზეც. ამიტომ ეს კიდევ დამატებითი მიზეზი, რატომაც შეიძლება ბავშვებიც ყავდეს ცხოველები. ბავშვებიც, ანუ ხა ჩემებიან ძალიან პატარები იყვნენ, რომ მოიკრეს თავი ძაღლი გვინდა, ანუ აი ძაღლთან ერთად რო იზრდებით და რაღაცა და ის მოუვლის და ისე, ანუ ბევრად უფრო რაღაცა ემპათიური ხდება რა ადამიანი და მოკლედ. მოკლედ ჩვენ კმაყოფილები ვართ. ჩვენ ძალიან კმაყოფილები. თქვენ ორ-ორი ყავთ, მე ერთი. მინაღამ ერთი წამოვიყვანე, ახლა ამას წინათ დასავლეთ საქართველოში ვიყავი და ერთი კაი ხანს ვტიროდი, რადგან ვერ წამოვიყვანე და სხვათა შორის არაერთხელ მაქვს ცდელობა და მოკლედ სართულია მე თან აყვანილი ძაღლი ყავს ქუჩიდან მეტისი და საერთოდ არ მგონია რომ ჩამოუვარდება თქვენ ჯიშიან ძაღლი. ნუ რა თქმა უნდა, ოჯახის წევრია ჩვეულებრივი. სილამაზით არ ვიცი, მაგრამ დანარჩენი აქ ყველაფერი თავის ძალიან მაგარი არის. ასწრებს. ძაღლია, ნებისმიერი, ყველა შეუძლია რომ გაჩუქოთ ისეთი უანგარო სიყვარული, რომელსაც ალბათ სხვა ერთ-ერთი ცხოველი კატას თავის ხასიათი აქვს, უნდა მოგაფერებინებს, უნდა არა, მაგრამ ძაღლი არის შენი მონა მოჭრილი, ყურ მოჭრილი, აი ესეთი, არ ვიცი, რაც არ უნდა ცუდად მოექცენ, მაინც სიკეთით და სიყვარულით გვასողობს. ამიტომ იმდენ ძაღლს სჭირდება კარგი თბილი მოსიყვარულე ოჯახი, ზრუნველი გარემო. ერთი ადამიანიც შეიძლება იყოს აბსოლუტურად საკმარისი ძაღლისთვის და თუ ოჯახი არ არის ერთი, არ ვიცი, ადამიანი, ვინცაც უნდა უფრო ნაკლებად იაროს ექიმთან, უფრო მეტი სიყვარული ქონდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში და უფრო კარგი ჯანმრთელობის თუ მენტალური მდგომარეობა, მაშინ ძალიან ბევრი ძაღლია ასარჩევი, რომელიც საჭიროებს თქვენს სიყვარულს.